თბილისის საქალაქო სასამართლო მოცივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისგან განსხვავებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და თია წულუკიანის საჯაროდ გაკეთებულ კომენტარებს გულისხმობდა, საქმეს არ დაერთო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა ივანიშვილის მიერ 2024 წელს ყოფილი პრემიერის მისამართით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადების საქმეში დაუშვებლად ცნობა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ეს არის შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულება 2024 წლის 21 ოქტომბერს, რომელიც დაანონსა ბიძინა ივანიშვილმა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებდა სასამართლო მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, რომ ამ საქმეზე არ დაერთო ირაკლი კობახიძის, ბიძინა ივანიშვილის, გომელაურის, წულუკიანის, დინარაძის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ჯერ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ რა განცხადებებს აკეთებდნენ და შემდგომ რა განცხადებებს აკეთებენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ დაურთეს სისხლის სამართლის საქმეზე, მაშინ როდესაც მაგალითად ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალებში გიორგი გახარიას მიცემული ინტერვიუები დართულია საქმეზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვეების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუწია. თუ სამართლიანობის აღდგენა უნდა 20 ივნისის დაზარალებულებთან მიმართებით. კითხეთ პროკურატურას, რატო არ ყავთ დღემდე დადგენილი მაია გომურის მიმართ, ვინ განახორციელა რეზინის ტყვეებით, არალეტალური რეზინის ტყვეების გამოყენების შემთხვევა. უშუალოდ ვინ აღასრულა ეს? დადგენილი ყავთ რომელიმე? სხდომაზე პროკურატურამ სახალხო დამცველის იმ ანგარიშების დაუშვებლად ცნობაც მოითხოვა, რომელშიც გახარიას პარტიის მტკიცებით რაციების ჩანაწერების საფუძველზე დგინდება, რომ რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანება მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს არ გაუწია. ამ შემთხვევაში მოსამართლემ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა და ომბუდსმენის ეს ანგარიში საქმეს დაურთო. დღესვე გახდა ცნობილი, რომ 5 ტომს გრიფიტსაიდ მლუადებს და ამ მასალების განხილვისას სხდომები დაიხურება. ასევე დაცვის მხარე მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება ბრალდებულის, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული პოზიცია, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი იყო აღნიშნული საფრთხეები, რა საფრთხეებზე დაყრდნობითაც სასამართლომ გამოიტანა აღკვეთი ღონისძიების სხდომაზე პატიმრობა დღეის მდგომარეობითაც გახდათ სახეზე და დატოვა ძალაში და ასევე დაცვის მხარის მოთხოვნა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა და აქვე განმარტავ თქვენ კითხვასთან მიმართებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს ალბათობის მაღალი ხარისხით წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ გიორგი გახარიას მხრიდან მის მიმართ ბრალწარდგენილი ქმედების განხორციელებას, შესაბამისად აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ საქმე გადასცა არსებითად განსახილვაში. სხდომასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს ყოფილი პრემიერის თანაგუნდელებმა. მათი თქმით, სახეზი არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პროცესი, რომლის დამკვეთიც ბიძინა ივანიშვილია. ძალიან დიდ უბედურებას გადაარჩინა გიორგი გახარია მაშინ ქვეყანა, რასაც სხვათა შორის ქართული ოცნების დამფუძნებელი სიტყვასიტყვით იგივეს ამბობდა, ასე რომ ეს საქმე შეიძლება შეფასდეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ შურისძიებად, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ყოველგვარი სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე იყენებ სასამართლოს, რომელიც სათქმე უნდა სამწუხაროდ არ არის დამოუკიდებელი ამ ქვეყანაში. განსხვავებულია შეფასებები გახარიას ყოფილ გუნდში, ქართულ ოცნებაში. მას მისჯილი აქვს უბრალოდ შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, მიმალულია გერმანიაში. ასე არ ვიცი, გერმანია თუ პატივცემს სასამართლოს საფუძველზე წარმოებულ სამართლებრივ პროცედურებს, მე მგონი გიორგი გახარია უნდა დააბრუნოს საქართველოში. მე ზუსტად არ ვიცი, მიდის თუ არა, არ ვიცი ხო, ამიტომ თქვა არ ვიცი, ხა ზუსტად ექსტრადიცია გადმოცემასთან დაკავშირებით არის თუ არა, რა ეტაპზეა თუ რა ის არის. თუმცა თავად ფაქტი, რომ დღეს თავს აფარებს ძებნილი და ის ძებნილი არის დღეს, ძებნილი გახარია თავს აფარებს ბერლინს და არ მხოლოდ თავს აფარებს, არამედ მათ შორის ფინანსდება გერმანიის სხვადასხვა წყაროებიდან. რა თქმა უნდა, რაღაცებზე გვაფიქრებინებს და ჩვენს ეჭვს აღუვებს. 20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაულით 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად გახარია უკვე რამდენიმე თვეა გერმანიაში იმყოფება. მის წინააღმდეგ გამოძიება ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას საქმეზეც მიმდინარეობს.